დილამშვიდობისა დაუბრუნდით ეთერში, პირდაპირ ეთერში FM 105.9-ზე და დაპირებული თემა. საუბრობთ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც თბილისის დროით გუშინ გამთენიას დასრულდა და 98-ად უკვე ამერიკის კინოაკადემიამ წლის გამარჯვებულები გამოავლინა. სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად და მიმოვიხილოთ მთავარი ნომინაციები, პროგნოზები და შედეგები. მე ახლა კი უნდა ვთქვა, რომ ჩვენი სტუდიის სტუმარი არის ლაშა დარდაგანი, რომელიც გახლავთ კინომიმომხილველი, მაგრამ უნდა დავამატოს სიტყვა წინასწარმეტყველი. იმიტომ რომ სანამ დაიწყებოდა დაჯილდოების ცერემონიალი, წინა საღამოს ლაშამ გამიზიარა საკუთარი პროგნოზი და ვერსიები. 24 ნომინაცია გვაქვს, ხო? 24 კატეგორიიდან 20 გამოიცან. 20 გამოიცნო, მეგობრებო, 24-დან 20-ზე მიხვდა თუ ვინ გაიმარჯვებდა, იმიტომ რომ მეც ინტერესში ვიყავი და როცა დასრულდა ცერემონიალი და ყველაფერი აღურიცხე და აღნუსხე, გამახსენდა რომ მეთქი აბა შევადარო ერთი ლაშას პროგნოზებს და ჩავხედე და ყველაფერზე დადებითი პასუხი დაჭდა. რანაირად? ეს არის ჩემი პირველი შეკითხვა. აბა გისმენთ გამარჯობა. პირველ რიგში მოგესალმებით. იმედს ვულოცავ დაბადების დღეს დაგვიანებით. დიდი მადლობა ძალიან 23 წლის ვარ. 23 წლის კი ბატონო, მახსოვს სხვადასხვა როგორ შეიქმნა. გახსოვს ეს პერიოდი, ხო? მეც. და როგორ 24-დან 20 ნომინაცია როგორ გამოვიცანი? როგორ გამოვიცანი? ძალიან ისე გამოცდილება 8 წლის ვიყავი, მე მგონი პირველად რომ გავიგე რომ არსებობს რაღაცა კინო ჯილდო, ოსკარი და მაშინ იყო წვიმის კაცი გახდა საუკეთესო ფილმი და კარგი დასაწყისია. კი, და მაგიდან დაიწყო. იმის მერე ინტერესი უფრო იზრდებოდა წლიდან წლამდე და 97 წლიდან არც ერთი ცერემონია არ გამომიტოვებია რომ ლაივში არ მეყურებინა. რამდენი გათენებული ღამე? ძალიან და სხვათა შორის ერთ-ერთ სამადლობელ ტექსში პენელოპე კრუსიც იგივეს ამბობს, თუ გახსოვს რომ მე პატარა ბავშვი რომ ვიყავიო, ღამეს ვათენებდიო, რომ მეყურებინა რომ სადღაც შორს, აი ზუსტად იგივენაირად იყო დაჯილდოება და დღეს უკვე ოსკარი მიჭიროს ხელში. ეს თქვა, როცა მე მგონი ვიკი კრისტინა ბარსელონაში მოიგო მან ეს ჯილდო. ნუ ოსკარის ჯილდო გაკლია და ისტორია მსგავსია, იგივე. ოსკარის ჯილდოც მაქვს სხვათა შორის სახლში. მართლა? ზუსტი რეპლიკა ნამდვილი ოსკარის კი ბატონო. მართლა? ვა, ეს არის რა, დამსახურებული ჯილდოა. აი, დავიწყოთ მოდი. მოდი დავიწყოთ. ბრძოლის შემდეგ ასე ვთარგმნით მე მგონი. მე ვთარგმნე ერთი ბრძოლიდან მეორემდე. ბრძოლიდან მეორემდე, კი ბატონო. Battle, ხო, one after to another, one battle after battle. კი ბატონო. პოლ ტომას ანდერსონის ფილმი, რომელმაც 6 ოსკარი მოიგო და მათ შორის მთავარი წლის ფილმი. დამსახურებულად მინდა ვთქვა. ძალიან კარგი ფილმია ცოდვილნი, მაგრამ მიუხედავად 16 ნომინაციისა ძალიან არ მინდოდა რომ წლის ფილმი გამხდარიყო, იმიტომ რომ მიუხედავად მხატვრული ღირებულებისა, მიუხედავად იმისა რომ მსახიობები შესანიშნავად თამაშობდნენ, ყველა იდეალურად იყო შერჩეული თავის როლზე, მიუხედავად იმისა რომ რეჟისორი რაიან კუგლერი ძალიან ნიჭიერია, თანამედროვე ამერიკული მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი რეჟისორია, მიუხედავად ყველაფერ ამისა, ვამპირებზე ფილმი არ მგონია რომ იმსახურებდეს წლის ფილმის წოდებას, კი. იმიტომ რომ ეს თემა უფრო სახუმარო თემად ითვლებოდა, მე მახსოვს რობერტ როდრიგესის ფილმი დაისიდან აისამდე, ჯორჯ კლუნის და ტარანტინოს მონაწილეობით და ტარანტინოს სცენარით. ეს ახალი ფილმი თოდვილნი არის, შეიძლება ითქვას, რომ მისი ცოტა უფრო დახვეწილი, გემოვნებიანი რიმეიკი. მათ შორის ბოლო წლებში ძალიან ბევრ ფილმზე ვამჩნევთ უკვე, რომ თითქოს რაღაც ფილმები რაც მივიწყებულია და ალბათ ახალმა თაობამ არ იცის, იმის რიმეიკით გადიან ფონს იოლად, ხო შეგიმჩნევია? კი, ერთი და იგივე სცენარებს, იდეების კრიზისია, ნამდვილად. აქედან გამომდინარე ეს ბრძოლის შემდეგ თუ ერთი ბრძოლიდან მეორე ბრძოლამდე ყველაზე ორიგინალური იყო, მაგრამ მაინც პოლიტიკით დატვირთული და მაინც ანტიტრამპის თემაზე ტრიალებს, ანუ ეს ემიგრანტების თემა, მექსიკის საზღვარი, ყველაფერი, მაგრამ მე ძალიან მომეწონა, ხო 6 ოსკარი მოიგო და ერთ-ერთი სცენარში და აი ის როდესაც სცენარის ნომინაცია აიღო რეჟისორმა, რო თქვა, რომ ეს სცენარიო ჩემი მხრიდან ბოდიშია ჩემი შვილებისთვისო, რა ქაოსს და არეულ სამყაროს ვუტოვებთ მათ. აი ეს დამოკიდებულება მომეწონა. on წიგნის მიხედვითაა ადაპტირებული სცენარი. მისი იდეა არ იყო ყოველ შემთხვევაში. ხო, მაგრამ ნუ სცენარად როგორც გააკეთა, ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ ეკრანზე რასაც უყურებს გავუზიაროთ ჩვენს მსმენელებს, ეს არის მართლა ის სიგიჟე და ქაოსი, რაშიც ვართ, იმიტომ რომ ძალიან რთულია თქვა რაზეა ეს ფილმი.
ყველაფერზე. ხო, ყველაფერზე ერთდროულად. მამაშვილობაზეა, ომზეა, რევოლუციის წყურვილზეა, ემიგრაციის პრობლემებზეა, ბევრ რაღაცაზეა ერთდროულად. და ეს ჩაყრილი ყველაფერი 2 საათი და 40 წუთია მე მგონი ქრონომეტრაჟი, თავში ტრიალებს სრული ქაოსი. და სხვათა შორის რეჟისორის და ალბათ ოპერატორისაც ძალიან დიდწილად დამსახურება არის, რომ აი ამ ქაოსს ემატება ეს გადაღების მეთოდი ძალიან საინტერესო. გზაც კი ისეა გადაღებული, რომ აი თუ ადამიანს გზა წყენს, როგორც ამბობენ, აი ეკრანზე რო უყურებ, ისევე ცუდად ხდება. და აი 24 კატეგორიიდან 20 რო გამოვიცანი, 21-ს გამოვიცნობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ პოლ თომას ანდერსონის ფილმი ოპერატორის ნამუშევრისთვის მიიღებდა ოსკარს და ძალიან გამიკვირდა, რომ ისეს ცოდვილებს მე მგონი იმიტომ ისე ხალი ოპერატორი რომ ის იყო კინოს ისტორიაში პირველად ქალმა და თანაც ფერადკანიანმა ქალმა მიიღო ოსკარი და ნუ მაინც ეს რაღაცა რეკორდ ჩაეჭიდნენ, თუმცა რა თქმა უნდა, კარგად იმუშავა, არ ვაკნინებ არანაირად, მაგრამ ნუ მთელი წლის განმავლობაში ყველა ვინც კინოში ოდნავ მაინც ვერ გვევით, ყველა შეთანხმებულები ვიყავით, რომ ეს ფილმი ოპერატორის ნამუშევრში მიიღებდა ოსკარს. მართლა კი. ხო, ხოიცი ოსკარს და ამერიკულ კინოაკადემიას უყვარს ისტორიის წერა. რაღაცები უნდა იყოს პირველი და ამ შემთხვევაში ქალი ოპერატორის გამორჩევა ფილმისთვის ცოდულნი ალბათ ეს ამ კონტექსტსაც ატარებდა. კი, რა თქმა უნდა. თუმცა არ ვაკნინებთ მის ნამუშევარს ხო, არა, არ ვაკნინებ არანაირად, უბრალოდ რაღაცნაირად მოლოდინი სხვა იყო. ხო, მესმის. და ზოგადად სამსახიობო ნაწილით სანამ ტიმოთი შალამეს თემას შევეხებით, მანამდე ვთქვათ, რომ აი სწორედ ამ ცოდვილნიდან მოიგო მაიკლ ბი ჯორდანმა საუკეთესო მსახიობის როლი. ასეთ სერიოზულ კონკურენციაში, როდესაც გვერდით ლეონარდო დიკაპრიო, გიზის და კიდევ სხვა მსახიობები, მათ შორის ითან ჰოუკი, როგორ ფიქრობ, სწორი არჩევანი იყო მაიკლ ბი ჯორდანის? ჩემი აზრით, აი გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, რომ ტიმოთი შალამე დაიჩაგრა თავისი სულელური გამონათქვამის გამო, ჩემი აზრით მაიკლ ბი ჯორდანი ძალიან ნიჭიერი მსახიობია და მაიკლ ბი ჯორდანს არ მიუღია ოსკარი, იმიტომ რომ შავკანიანია, იმიტომ რომ კვოტა მაგიტომ არ მიუღია. ამერიკის კინოაკადემია 10 წლის წინ, როდესაც მაიკლ ბი ჯორდანმა კრიდში ითამაშა, მაშინ დაუშვა შეცდომა, რომ არც კი წარადგინა და ამაზე საუბრობდა მთელი ჰოლივუდი, რომ როგორ შეიძლება ესეთი როლი, ესეთი ფილმით, რომელიც იყო ოსკარზე წარდგენილი, მაიკლ ბი ჯორდანი დაიჩაგრა იმ წელს და ჩემი აზრით 10 წლის თავზე ეს შეცდომა გამოასწორა. მით უმეტეს, რომ მაიკლ ბი ჯორდანი თამაშობს ორ როლს, ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ყუბიძმები, მაგრამ აბსოლუტურად ხასიათით განსხვავებულ ადამიანს ასახიერებს ამ ფილმში და შესანიშნავად თამაშობს. ბევრგან თამაშობს კარგად, მაგრამ აქ განსაკუთრებით და იმსახურებდა 100%-ით ვერ ვიტყვი, რომ რაღაცის გამო მისცეს და ტიმოთი შალამეს თემას რაც შეეხება, მაინც მე თუ ვიცი, აქ შენ თუ ვიცი, ვინ შეიძლება რომ გახდეს ოსკარის გამარჯვებული, რა თქმა უნდა, მათაც იციან. წინასწარი რაღაც ისინი აქვთ, ხო? შეგრძნებები. შეგრძნებებიც და პროგნოზებიც. ჩემი აზრით ეს სპეციალურად გააკეთა, რაც გააკეთა. ასე ფიქრობ? ასეთი სულელით არ მგონია, რომ ეს დაებრეხვები. მე რას ფიქრობ, იცი? თუ მოიგებდა ამ ჯილდოს, ვიფიქრებდი, რომ ის რაც მანამდე მოხდა და მოდი ვუთხრათ მსმენელს, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ არ იცის, რამდენიმე ერთი კვირით თუ კვირანახევრით ადრე, მან ინტერვიუში თქვა, რომ საერთოდ არ ესიამოვნებოდა ბალეტსა და ოპერაში მუშაობა, რადგან ეს მომაკვდავი ჟანრებია და რთულია მსახიობისთვის ის პასუხისმგებლობა, რომ ხელით უნდა გაათრიო, უკაცრავად ამ სიტყვისთვის ეს ჟანრი, რომელიც კვდება. აი ამ განცხადებას ვამბობთ, რომ შეეწირათ. ანუ და რომ მოეგო, ვიფიქრებდი, რომ ის სპეციალურად თქვა, რომ აი ამ სკანდალით რაღაცა აეგორებინა ყველაფერი თქვა, მაგრამ მაინც ფიქრობ, რომ სპეციალურია. ეს უფრო სპეციალურად გააკეთა, ჩემი აზრით. უფრო ალიბია. რომ აი მე შეიძლებოდა მომეგო, მაგრამ აი ამ წამოცდენის გამო დამჩაგრეს. სინამდვილეში ტიმოთი შალამე ძალიან კარგად ითამაშა, ვერ იტყვი რომ უბრალოდ ანუ დაუმსახურებლად წარადგინეს, ძალიან კარგად ითამაშა იმ ფილმში მარტი დიდებულში. და ყველაზე კარგად რაც აქამდე ოდესმე უთამაშია. მისთვის საუკეთესო როლია ჩემი. და ნომინაციას ნამდვილად იმსახურებდა, მაგრამ ოსკარს მე არ მივცემდი, რაც არ უნდა წამოწდენოდა, ან არ წამოწდენოდა. და რატომ? ლეონარდო დიკაპრიო ითამაშა შესანიშნავად. ხო, მაგრამ ლეონარდო დიკაპრიოსგან აღარ გვიყვარს, იმიტომ რომ მან უკვე თქვა თავისი კი, მაგრამ აქ იყო განსხვავებული.
მე აქ მივცემდი დიკაპრიოს ოსკარს. მის იმსახურებდა ნამდვილად. იმიტომ რომ ესეთი არ აი ბევრგან ყოფილა ის ერთნაირი, მაგრამ ესეთი არ ყოფილა არსად. ძალიან საინტერესო სახეში. და კონკურენცია დიდი იყო, ანუ ამის თქმა მინდა, მაიკ ბი ჯორდანი იყო და ვაგნერ მოურაც იყო, იქ საიდუმლო ვაგნერ მოურაც და ითან ჰოუკიც, რომელიც შეიძლება ფილმი არ არის ესეთი დიდი არაფერი ფილმი არ არის, სპექტაკლია უფრო. თვითონ ითან ჰოუკისთვის ძალიან კარგად თამაშობს. ანუ კონკურენცია იყო ძალიან დიდი რა. ძალიან. ანუ ითან ჰოუკი, კაცი რომელიც ესეთი სიმპათიური, მომხიბვლელი, საერთოდ სხვა ასპექტით ვიცით ყველამ, არის საერთოდ სხვა ადამიანი. ფიზიკურადაც როგორი დაბალია. ფიზიკურადაც სხვანაირი. დაბალი, რაღაცა დამცირებული, დაკომპლექსებული კაცი, რომელიც თან ნიჭიერია და თან უნდა რომ რაღაცა თავისი პოზიციები გაიმაგროს საზოგადოებაში. ეჭვიანობს, ხელიდან ეცლება ეს დიდება და თობებს ხო და აი უკვე სიკვდილის პირა დღეებია. ფანტასტიკურად თამაშობს. სხვათა შორის რეალურად ერთ წელიწადში მოკვდა ეს. კი, მართლა ესე მოკვდა ეს პერსონაჟი. ხო და ანუ ძალიან ბომბებში მოუწია ტიმოთი შალომეს. ჯესი ბაკლიზეც გადავიდეთ, იმიტომ რომ მსახიობურ ანუ უკონკურენტო იყო. შეიძლება ითქვას ერთადერთი კატეგორია იყო წელს ოსკარის, სადაც იქნებ სხვაზე აღარ ფიქრობდი, ანუ არ განიხილებოდა. საუბრობთ ნომინაციაზე წლის საუკეთესო ქალი მსახიობი ჯესი ბაკლი ფილმისთვის ჰამნეტი. ჰამნეტი, სადაც უილიამ შექსპირის მეუღლე ითამაშა და ანუ სრულიად ხელშეუხებელი იყო რომ ხელშეუხებელი იყო ნამდვილად. კი, მე კი არ მთელი მსოფლიო ფიქრობს. ხო, ნუ ყველა დაჯილდოებაზე მოხსნა მთავარი პრიზი, გლობუსი, ბაფტა, კრიტიკის არჩევანი და ეს ოსკარი. ოსკარი, კიდე რაღაც გამოგჩა მეგონა. და რეალურად ფიქრობ რომ ასეთი უპირობო ლიდერია? კი. ლევანდელ სპექტრში რაც დაიდო. კი, შეუდარებელი იყო. აი ეს ახლოს ვერ მივიდო და ვერც ერთი სხვა, ნუ როუზ ბირნი შეიძლება ერთადერთი და მაგრამ ძალიან ისეთი ფილმი იყო არასა ოსკარი ასე ვთქვათ. თვითონ ფილმი ხო არის. ჰამნეტი მე როგორც დავაკვირდი, სხვათა შორის ქართველებიც ძალიან დაინტერესდნენ, ბევრმა ნახა ჰამნეტი კინოთეატრშიც. რაღაცა ორად გაიყო ხალხი, ან უბრალოდ გადაირიენ ამ ფილმზე და გაგიჟდნენ რომ ფანტასტიკა, ხო? ან იფიქრეს რომ საერთოდ საიდან მოვიდა ეს ამხელა რაღაც აჟიოტაჟი. აი ძალიან რადიკალური ორბანაკად ჩამოყვა. არ გვიჭირს საერთოდ ორბანაკად ჩამოყალიბება. ხო, მაგრამ ხო, ეკი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ფილმი შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგეწონოს, მაგრამ ძალიან ეჭვმეპარებოა რომ ვინმეს არ მოსწონებოდა ჯესი ბაკლის თამაში განსაკუთრებით ფილმის მეორე ნაწილში. და ფინალური სცენა, როდესაც ხო, სცენაზე უყურებს ჰამლეტის არ უსიტყვო სცენა, სადაც უბრალოდ რეაქცია იმაზე რაც ხდება სცენაზე. ხო, საინტერესო გადაწყვეტილებით გააკეთეს მართლა ეს ფილმი და მე მგონი შექსპირის შესახებ რამდენი რამ გვინახავს შეყვარებული შექსპირი და წერილები და უამრავი რამ, მაგრამ ეს რაღაცა ორიგინალური გადაწყვეტილება იყო ზოგადად ამ ფილმის გამოსვლა ჰამნეტის. ერთი ფილმია კიდე ზუსტად არ მახსოვს სახელი, რის აიფანსი თამაშობს შექსპირის როლს, რომელიც სინამდვილეში არ არის უილიამ შექსპირი, ასე არ ქვია. არის ინგლისის მეფე. აჰა. რომ თეორია ასეთი რომ სინამდვილეში იყო როგორც შოთა რუსთაველზე არის რომ სინამდვილეში შოთა რუსთაველი არ ერქვა და იქნებ დემნა ბატონიშვილი იყო. დაახლოებით ესეთი ხომ ის არის კონსპირაციის თეორია ასე თქვა და ძალიან კარგი ფილმი ისიც შექსპირზე. ზოგადად უყვართ რა. და ბიოპიკები ამერიკის კინოაკადემიას და მან ძალიან საინტერესო ისე რომ მიუხედავად რომ თავად შექსპირზეა ფილმი და შექსპირის როლს პოლ მესკალი თამაშობს, არანაკლებ კარგი მსახიობი, საერთოდ დაიჭრილა პოლ მესკალი, ანუ ვერც ერთ ნომინაციაზე ვერ წამოიწია. კი, მიეცა რამდენიმე ნომინაცია, მაგრამ ნულის დონეზე გამარჯვება და ძალიან პატარა იყო. აქცენტები წავიდა ჯესი ბაკლისკენ. კი, პატარა იყო პოლ მესკალის როლი. მიუხედავად იმისა, რომ შექსპირის როლში იყო, თვითონ როლი არ იყო ისეთი არ მიყავდა ფილმი, უფრო მეუღლის როლი იყო წინა პლანზე წამოწეული. მეუღლე და დედა. და თან დაჯილდოების მომენტში თქვა, რომ ამ ბრიტანეთში ხა დედის დღეა და ყველა დედას ულოცავდა, მე სხვანაირად გავიგე დედობა ამ როლის შემდეგო. კი, ეხლა შვილია ყოლა რამდენიმე თვის წინ თუ არ ვწდები. ხო, ჯესის. ფრანკენშტეინზე გადავიდეთ, რომელმაც მოიგოს. რასაც იმსახურებდა მოიგო, 3 ოსკარი მშვენივრად. 3 ოსკარი კი ჩაითვალა. ანუ ესე იგი კოსტიუმების დიზაინი, მხატვრობა და თმა და გრიმი, ხო. არაჩვეულებრივი ნამუშევარია ვიზუალურად. კი, ნამდვილად. და გილიერმო დელ ტოროსგან ნაკლებს არ ცველოდი. ხო, თუმცა თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გილიერმო დელ ტოროსთვის ეს იყო მართლა ცხოვრების ფილმი, როგორ ფიქრობ,
ვერ გააკეთა ის რისი მოლოდინიც გქონდა, რომ მეტი უფრო სერიოზული ნომინაციებიც აიღო? ნომინაციები აიღო კიდეც, უბრალოდ ვერ გაიმარჯვა. ხო, აიღო ჩემი აზრით თვითონ უკვე ყოფილა არა. თვითონ ამბობს, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი ფილმიო და რაც მთელი ცხოვრება მინდოდა რომ გამეკეთებინა, ეს გავაკეთეო. ანუ მეტის მოლოდინი თვითონაც არ ქონდა. ასე ფიქრობ. ანუ იმით დასრულებული არ დარჩებოდა, ხო? თუმცა აი ჯეიკობ ელორდი, რომელიც ნომინაციაზე იყო დასახელებული, რატომღაც დაიჩაგრა ოსკარ აიზეკი. ოსკარ ისააკი, ესე ვიტყოდი, ხო? ოსკარ აიზ ოსკar Isaac Frankenstein. ხო, რაღაცა ოსკარ აიზეკი ძალიან ნიჭიერი მსახიობია, მაგრამ ჩემი აზრით წელს ეხლა თლათ ოსკარზე წარსადგენად ეგეთი როლიც არ იყო. უფრო ჯეიკობ ელორდზე იყო აქცენტი გაკეთებული და ჩემი აზრით ამ ასაკში და ესე დამწყები მსახიობისთვის ამომავალი ვარსკვლავისთვის ნომინაციაც საკმარისი პრესტიჟია. მეც ასე ვფიქრობ, მით უმეტეს რომ ახლა ეს როლი რაღაცა სხვანაირი გამოწვევა იყო ჯეიკობ ელორდისთვის, იმიტომ რომ მანამდე შეიძლება ეს მისი გარეგნობის დამსახურებაც არის. თითქმის ერთნაირია ყველა ფილმში, ჩემთვის მაგალითად. თან თუ გახსოვს, ერთ წელიწადს გამოვიდა მისი ელვისი. ელვისის როლს თამაშობს, პრისილა, ანუ ელვის პრესლის როლს თამაშობს და ასევე გამოვიდა როგორ ქვია იმ ფილმს ბარი კიოგანთან ერთად რო თამაშობს, Saltburn. და აი რაღაცა აბსოლუტურად რიპლის ის რო არის რაღაცა მსგავსი რიპლის ხო ამბისა. ძალიან მსგავსი იყო ყველა როლში და იგებდა იმით რომ აქვს ესეთი გარეგნობა როგორც აქვს. ბევრს ძალიან მოწონს და აი ეს ფრანკენშტეინში ეს პერსონაჟი ფრანკენშტეინის მონსტრი განსხვავდება. ხო და მისთვის მე მგონი რომ როგორც სახეობისთვის დიდი ტრამპლინი უნდა იყოს. ის ხო ის მისცა გრიმმაც თავისი იმუშავა კარგად. თორე აქაც შეიძლება ისეთი ყოფილიყო როგორც სხვა ფილმებში, იმიტომ რომ ქარიშხლიანი უელტეხილი ვნახე ახლა ხანს მარგო რობისთან ერთად და იქაც ისეთია როგორც ყველგან. ხო, ანუ რაღაცა ერთ სტანდარტში ჯდომი მსახიობია, ხო? კარგი, შემდეგ რომელ ნომინაციაზე გადავიდეთ? საერთაშორისო ფილმი მინდა აღვნიშნო, ჩემი ფავორიტი ფილმი გახდა. თან მოდი ნომინაციაზეც ვილაპარაკოთ, აბა მითხარი საერთაშორისო ფილმზე იყო ეგ შენი ფავორიტი? სენტიმენტალური ღირებულება წელს მომეწონა ყველაზე მეტად. ნუ რა თქმა უნდა ის ირანული ფილმის როგორ ქვია, ეს იყო უბედური შემთხვევა. ძალიან კარგი ფილმია და მინდა საიდუმლოდ თქვა. აბა ხუმრობით რა თქმა უნდა 5 თუ 6 წლის წინ კინოსცენარის დავწერე ასე ვთქვათ ჩემთვის და დაახლოებით იგივე თემა იყო რაც ეს ირანული ფილმია და მე არ ვიცოდი რაზე იყო ეს ფილმი და რო დავიწყე ყურება მეგონა რომ ანუ მე საიდან რაღაც ჯიბიდან ამომასწრეს რა ერთ-ერთში არის ჩემი სცენარი ანუ სადღაცას ვიღაცას ირანში მოუვიდა თავში ზუსტად ის რაც მე არ მოუდგენელი ამბავია. ასეთი მსგავსება? აი ერთ-ერთში. ვაიმე, რა საინტერესო დამთხოვა. ძალიან გამიკვირდა. ძალიან მეთქი რაღაც მატრიცაში ვცხოვრობ. და ახლა რო გადაიღო, იტყვიან რომ ეხლა რო გადავიღო, იტყვიან რომ აი ხო გადაამღერაო და სინამდვილეში მე 5-6 წლის. და გიწერია და თარიღიც გაქვს ალბათ მონიშნული. ვახ. და მოგეწონა როგორც გადაიღო? ძალიან. მოგეწონა ხო? ნუ ყველა ფილმი ვნახე რაც წარდგენილი იყო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში. რა თქმა უნდა პოლიტიკითაა ყველა დატვირთული და გააჩნდა საით წავიდოდა კინოაკადემია. კინოაკადემიის ბეწვის ხიდი იყო ხა. ირანულ ფილმს მისცე დღევანდელ კონტექსტში როგორი ამბავია. ბრაზილიურ იმაზე რა ქვია რეპრესიებზე მისცენ იგივე რეპრესიები აქვს ეხლა თვითონ ამერიკაში და. იმას მისცე ჰინდ რაჯაბის ხმას ღაზაში ჩარჩენილი ბავშვის ისტორიაზე. იქაც რა გინდა რომ გააკეთო. კარგი არჩევანი იყო. ხო, ნეიტრალური არჩევანი იყო, მაგრამ ხარისხიანი. კი, ნამდვილად. ჩემი პირადი ფავორიტი მაგ ნომინაციაში მაინც სირატი იყო, ესპანური ფილმი. სირატიც ნახე, ძალიან კარგი ფილმია. აი, მე ვფიქრობ, რომ წელს მარტო იმიტომ ღირდა ჩემთვის, აი ვიღაცისთვის ხო ჰამლეტი იყო წლის ფილმი, ჩემთვის ეს იყო სირატი. კი, სირატიც კარგი ფილმია. აი, ძალიან იმოქმედა ამ ფილმმა ჩემზე. და ძალიან დაიჩაგრა სტელან სკარსგარდი. ძალიან. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ აი 75 წლის ასაკში ამ კაცს როგორც იქნა დააფასებდნენ და მისცემდნენ ოსკარს თან რო იმსახურებდა ისე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შონ პენი არ იმსახურებდა. შონ პენი რა თქმა უნდა იმსახურებდა, მაგრამ როდესაც შონ პენს მეორე ხარისხოვანი კაცის როლზე მოიგო შონ პენმა და ნომინაციაში იყო სტელან სკარსგარდიც სწორედ ამ ნორვეგიულ ფილმიდან. შონ პენს როცა აქვს უკვე 2 ოსკარი, აქედან ერთი გააჩუქა. გააჩუქა და ვისაც აჩუქა იმან მიულოცა უკვე. ზელენსკის აჩუქა. ხო, ვოლოდიმერ ზელენსკი ვთქვა, მან ოფიციალური მილოცა უკვე. ნუ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ 2 ოსკარი რო აქვს უკვე მსახიობს, ცოტა
დაიჩაგრა რა სტელან სკარსგარდი მის ფონზე. ძალიან იმსახურებდა და გლობუსი ხო მოიგო და რაღაც ისეთი კომენტარი ქონდა რომ საერთოდ აღარ მეგონაო რომ ამ ასაკში ჩემ თაობაში კიდე შესაძლებელი იყო ჯილდოების მოგებაო და მინდოდა რომ ოსკარიც მოეღო. თან შონპენმა რა როლიც ითამაშა არ ვაკნინებ რა თქმა უნდა მაგრამ ამ როლს მისი კალიბრის ნებისმიერი მსახიობი გაართმევდა თავს კურტ რასელი მელ გიბსონი მაგასაკის და მაგ კალიბრის მელ გიბსონი ჰოლივუდ შავსიაში ყავს შეყვანილი რამდენი ხანი არსად აღარ გვინახავს მისი კრიტიკული გამონათქვამების არასწორი გამონათქვამების გამო რომ დაკენსელების პოლიტიკაზე გადაერთო ჰოლივუდი გადაერთო რა ყოველთვის ეგრე იყო თავის დროზე მაკარტიზმის პერიოდში სადაც არ გპატრიობენ ყოველთვის ეგრე იყო ეხლა ახალი მოგონილი არ არის ეს რეიგანი ისიც დაკენსელებული იყო თავის დროზე სანამ პრეზიდენტი გახდებოდა წარმოიდგინე ხო და რა შეეხება ამ გამარჯვებას სტელან სკარსგარდი მართლა იმსახურებდა მით უფრო რომ თაობაზე თუ ლაპარაკობთ აი იგივე კატეგორიაში იყო ქალების ნაწილში როგორც მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი იმავე თაობის 75 წლის ემი მედგანი და ასახელეს ჩვენი ჩემ და სამარცხინოთ ემი მედგანი საერთოდ არ ვიცოდი ვინ არის თურმე ედ ჰარისის ცოლია და უკვე 53 წელია ცოლ-ქმარი არიან ძალიან ერთგული ოჯახია და საერთოდ არ ვიცოდი ამ მსახიობის შესახებ მაგრამ Weapons რო ნახე ნუ აი და მართლა კარგად თამაშობს შეუგარებელი ეს ერთადერთი კატეგორია იყო სადაც 5-დან ნებისმიერ შეეძლო მოეგო ოსკარი წელს იმიტომ რომ ყველა იყო ის შეუდარებელი ანუ ერთმანეთს არ ჯობნიდა არც ერთი ხო მესმის მაგრამ მე ვფიქრობ რომ კარგი იყო რომ ის გამოარჩიეს არც ერთი არ დამწყდებოდა გული ასე ვთქვათ არა არ დამწყდებოდა გული და ასევე იცი რა მის ასაკში როდესაც აი თუნდაც შეიძლება მსახიობი ხარ სულ და ესე ჩუმად რაღაცა თითქოს დაუფასებელი ხარ და გააქვს მართლა ღირებული როლი რატო არ უნდა დაფასდეს ამიტომ მე ვფიქრობ რომ ძალიან ამ ლოგიკით სტელან სკარსგარდიც იმსახურებდა ნამდვილად იმსახურებდა ხო შონპენს არ ვაკნინებთ მაგრამ სტელანი ეს რამაც იმედი გამიცრუა აბა რა ეს არის საუკეთესო ანიმაცია. ანიმაციები, აბა გისმენ როგორი? დემონებზე მონადირენი ეს კორეული პოპ K-pop. ხო, კორეული პოპ კულტურა, პოპ მუსიკა. კარგი, ცუდი არ არის, მართლა კარგი ანიმაცია, მაგრამ ზოოტოპია სადაც არის ნომინირებული, იქ ახლოს ვერ მივა ვერავინ, იმიტომ რომ ეს იყო სრული შედევრი. და ზოოტოპიას ისედაც მაყურებლების ძალიან დიდი არმია ყავს ჩვენთან ამერიკაში კი ჩვენთან თბილისში კინო ბილეთი ძლივს ვიშოვე და იმხელა რიგში ვიდექი რომ რაღაც 10 წუთის დაგვიანებით მომიწია შესვლა იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ შევედით კინოთეატრამდე და ნამუშევარმაც არ გაგიცრუა იმედი ესეთი შედევრი იყო აი 100-დან 100 იყო და რატომ მოიგო აბა K-pop-მა და არა რა ხდება ამ კორეას და ამერიკის ურთიერთობაში არ ვიცი მაგრამ სიმღერაშიც მისეს ანუ რეალურად ორი ოსკარის მფლობელი აღმოჩნდა საბოლოოდ ეს ანიმაცია. ოღონდ ამერიკულია, კორეული არ არის. ამერიკულია, ოღონდ კორეელების გაკეთებული. კორეელების მიერ შექმნილი, ხო. და ანიმაციის შორტი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციაში კანადურმა არ მაგდა ნახი სხვათა შორის ვერაფერს ვერ ვიტყვი მოკლემეტრაჟიანებზე, მაგრამ დოკუმენტური ფილმი ვნახე სრულმეტრაჟიანი რომელმაც მოიგო ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ და ბევრად მეცველოდებოდი. და სხვათა შორის ამ ფილმის გამოცხადებით ეს პოლიტიკური პოზიცია თავიდან ბოლომდე პოლიტიკა იყო, იმიტომ რომ მე მეგონა რომ მაგარი დოკუმენტური ფილმი იქნებოდა და სპეციალურად ვიშოვე და ჩაუჯექი და ვუყურე და აი არაფერია. მე სამწუხაროდ არ მაქვს ნანახი და გთხოვ რომ გამიზიარო და იქნებ მეც მოვახერხო ნახვა. მე ყველაზე ძალიან მომეწონა, როდესაც ამ ფილმის შემოქმედებით გუნდი გამოვიდა სცენაზე, სიტყვები, რომ რაღაცა ძალიან ისეთი იყო, აი ხელოვანის მიერ დანახული დღევანდელი რეალობა, რომ ადამიანი ხელოვანი, რომელსაც უნდა რომ იყუროს ცაში და დაინახოს ვარსკვლავები, ხედავს მხოლოდ დამბომბავ რაკეტებს. და აი ძალიან კარგი მეტაფორა იყო. ვისი სპიჩიც იყო ასე ვთქვათ, ეს მასზე ეს ფილმი. ეს არის მასწავლებელი სკოლაში ერთ-ერთ პატარა ქალაქში, სოფელში, რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში, აღარ მახსოვს უბრალოდ რა ქვია სოფელს. და საინტერესო არის თვითონ როგორ შეიქმნა ეს დოკუმენტური ფილმი. ეს არ არის ესე რომ წავედით და დოკუმენტური ფილმი გადავიდეთ, ჩამოვედით. ის გაგზავნილია რა თქმა უნდა და ამას არავინ გადააღებინებდა. ძალიან ოსტატურად გააკეთა ეს. 2 თუ 3 წელი ფაქტობრივად პუტინის რეჟიმზე, ასე ვთქვათ, იმუშავა ოპერატორად.
რო კარგად შეესწავლა და მასალა ქონოდა, ამიტომ ეს არის გამართლება? არა, ხელისუფლებას ქონდა ინფორმაცია, რომ ეს არის მათი ოპერატორი. ვიდეოგრაფი ვარო მეო და მუშაობს სკოლაშიო. და ეს იღებდა მათთვის სინამდვილეში და არა თავისთვის. უბრალოდ თავისთვისაც ინახავდა ამას. მასალებს, და ამას ნებისმიერ ღონისძიებას, რასაც ატარებდნენ აი პროპაგანდის მანქანა რო დაიქოქა, როდესაც უკრაინის ომის დაიწყო, ამას იღებდა მათთვის. უბრალოდ თავისთვისაც ინახავდა, ხო, ჩვეულებრივად მეორე ასლს აკეთებდა და ეს ყველაფერი დააგროვა და ერთ დღესაც დაადო თავი და გაიპარა რუსეთიდან და რომ გაიპარა ეს მასალები ძალიან წაიღო და ეს გამოადგა უკვე დოკუმენტურ ფილმად. და აგერ დამსახურებულადაც მიიღო აღიარება. ხო, ეხლა ეს მინდოდა ზუსტად მეკითხა რომ ასეთი აღიარების და ასეთი მასშტაბის მერე იმედია უსაფრთხოება კარგად არის მისი დაცული თქო და რადგან თქვი რომ გაიპარა, ესე იგი ხო. ფილმშიც ჩანს რომ იპარება. იპარება, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე აღარ ცხოვრობს რუსეთის ტერიტორიაზე და არ ვიდარდოთ მის უსაფრთხოებას, ესე იგი ამ მიმართულებით. ხო, ნუ იცი რა, თუ ასე საფუძვლიანად იმუშავა მან ამ ფილმზე, არ ვიცი ხა ჯერ არ მინახავს სამწუხაროდ და ხარისხი არ ვიცი, მაგრამ რეჟისორი თვითონ არ არის უბრალოდ. რომის დაფასებაც? ეს თელი ეს მასალები მოაგროვა, სცენარი დაწერა, ანუ შეკრა, ასე ვთქვათ, ფილმი, უბრალოდ რეჟისურის გამოცდილება არ ქონდა, მასწავლებელი იყო ჩვეულებრივი და ნუ უკვე გადაიღო უცხოელმა რეჟისორმა ეს ყველაფერი აქცია ფილმად. ძალიან საინტერესო ნამუშევარია. და მეორე დოკუმენტურ ფილმზეც მინდა ვთქვა ორი სიტყვა, ეხლა რატომ? მოკლემეტრაჟიან ნაწილში უმძიმესია ეს ფილმი, რომელსაც ქვია ყველა ცარიელი ოთახი. ეს არის ფილმი, რომელიც ამერიკის სკოლებში არსებულ სროლებზე და მის შედეგად გარდაცვლილ ბავშვებზეა და ეს ბავშვები, რომლებიც შეეწირენ ამ ყველაფერს და მათი საძინებლები დარჩა ცარიელი. მართლა ძალიან მძიმეა და სხვათა შორის ეს არის უკვე მეორე ფილმი, რომელიც ამ თემას ეხება. ეს ხო დოკუმენტურია. და აი ახლა ბერლინში რო ვიყავი, ბერლინალეზე იყო ჩვენება ფილმისა, რომელშიც არის ეს თემატიკა გამოტანილი სარკასტური როლით, რომ ძალიან რთული ხა ამის თქმა, მაგრამ ეს იუმორით არის მოყოფილი, რომ არა უშავს თუ შენ შულს მოგიკლავენ, წახვალ რაღაც ცენტრში, სადაც შეუკვეთავ შენი შულის კლონს და იქ შეგხვდებიან მშობლები, რომლებიც დაგამშვიდებენ, რომ კაი რას ნერვიულობ, მე სამი შვილი დამეღუპა ამ სროლებზე და უკვე სამი კლონი მყავს და ანუ საერთოდ სხვანაირად მწარე იუმორით არის დანახული, მაგრამ ფაქტი არის, რომ რაღაც კინოხელოვნება ამ თემაზე ალაპარაკდა. იმიტომ რომ ძალიან მძიმე სტატისტიკაა ამ მიმართულებით. და სამწუხაროდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი ასეთი ჟანრის ფილმებისადმი და რატომ? ესეც ტრამპის საწინააღმდეგო, ანუ იარაღის კონტროლის თემას ურტყავს. ეს რომ ამერიკაში ხა ოდითგანვე იყო, რომ იარაღზე არც ერთ ქვეყანაში ეგრე არ არის, რომ იარაღის ტარების უფლება აქვს ყველას. ყველას. შეიძლება ლუდი ვერ იყიდოს, მეგონი 21 წლამდე ადამიანმა. გუბერნატორს და იმას სენატორს და კონგრესმენს არ აირჩევენ, მით უმეტეს პრეზიდენტს არა, თუ ამ აბორტის თემა და იარაღის თემა არის მთავარი. და ანუ ამით შეუტიეს, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, აწლებია უტევენ, მაიკ მური უტევდა ჯერ კიდე 9:11-ից და მანამდე კოლუმბიანას დოკუმენტური ფილმებით. ფილმების გაკეთებით. სანამ პერსონა ნონ გრატა გახდებოდა. თუმცა ხო, იმას ვერ ავიცილებთ თავიდან, რომ მართლა ძალიან მძიმე სტატისტიკაა და ნუ აი უმძიმესი რეალობაა, მაგრამ სკოლებში რაც ხდება. და უნდა შევაჯამოთ ნელ-ნელა სიმღერაზე ვთქვით, რომ K-pop-ი არის და აი მუსიკას რაც შეეხება, მუსიკის მიმართულებით ამ შემთხვევაშიც მოიგო გორანსონი, ლუდვიგ გორანსონი არის ახალგაზრდა კომპოზიტორი, რომელმაც უკვე მესამე ოსკარი მიიღო. ანუ ასეთ პატარა ასაკში 3 ოსკარი აქვს და კიდევ ერთი 2 ნომინაცია და სავარაუდოდ ამბობენ, რომ მომავალ წელსაც მიიღებს ოსკარს, იმიტომ რომ ქრისტოფერ ნოლანის ოდისეისთვის წერს მუსიკას. სოფლიო ემზადება ზოგადად ამ ფილმის სანახავად. ნოლანის ოდისეა მოდის. ასეთი დიდი მოლოდინის მერე დიდი კრახი იქნება, იმიტომ რომ პირველი რამდენიმე ფოტო რაც გავრცელდა არ არის, ეს ის არ არის. მოკლედ შემაშფოთებელი პროგნოზებია, ლაშა. მე არ მინდა, იმიტომ ნოლანის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ძალიან არ მინდა, მაგრამ იმხელა ატეხეს ამბავი, რომ ჩემი აზრით დიდი ჩავარდნა იქნება, მინდა ვწდებოდე. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. წინ არის ძალიან საინტერესო ანონსები. ერთია რომ კრისტოფერ ნოლანის ოდისეა მოდის, ასევე მაისში გამოდის პრადას 2, ეშმაკი ატარებს პრადას 2 და ვინც უყურა ტრანსლაციას ნახავდა რომ იქ უკვე გავიდა სარეკლამო ანონსი, რომ 1 მაისიდან გამოვა ეს ფილმი, ისევ მერილ სტრიპისა და ენ ჰეთევეის მონაწილეობით. ენ ჰეთევეი წელს სცენაზეც ვნახეთ და მათ გაითამაშეს, ხო? ანა ვინტურთან ერთად დიალოგი, ასევე სცენაზე ვნახეთ რობერტ პატისონი და ზენდაია, რომლებიც პარტნიორებს თამაშობენ ახალ ფილმში და მოკლედ მე
მგონი საინტერესო და რობერტ დაუნი ჯუნიორი და კრის ევანსიც ასევე მათი წელია, იმიტომ რომ ახალი ევენჯერები გამოდის წლის ბოლოს. მოკლედ საინტერესო რაღაცები გველის წესით, იმედია საინტერესო კინოცხოველობა იქნება 2022-ში. ისიც შეამჩნიეს, რომ მწვანე პიჯაკი ეცვა, იმიტომ რომ დოქტორი დუმი, ვის როლსაც თამაშობს რობერტ დაუნი ჯუნიორი, ის არის ტონი სტარკის სხვა მულტისამყაროდან ვერსია, თუ პირიქით ის იყო ამის ვერსია, მისი ფერი მწვანეა მოკლედ, მუქი მწვანე და ყველაფერი გათვლილია ჰოლივუდში და მით უმეტეს დაჯილდოების ცერემონიალზე პიჯაკის ფერიდან დაწყებული და აქედან გამომდინარე ადვილი სავარაუდოა, რომ შეიძლება მართლაც გათვლილი იყო ტიმოთი შალაბეს ის ფრაზა, რომელსაც წინას აოსკარი ბღელვარება შექმნა და დააკარგინა თუ არ დააკარგინა ეს ჯილდო, არ ვიცი, ეს კითხვის ნიშანი რჩება. ძალიან დიდი მადლობა ლაშა, საინტერესო მიმოხილვისთვის. ჩვენ ოქროს გლობუსზე ვისაუბრეთ იანვარში, ახლა უკვე ოსკარით შევაჯამეთ და დაველოდოთ მიმდინარე წელს ძალიან საინტერესო კინომარათონს როგორ ჩაივლის და რა ფილმები გველის იმედია იმედები ბევრად არ გაგვესრუდება. ლაშა დარდაგანი იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც არის კინომიმომხილველი და სერიოზული წინასწარმეტყველი ნომინაციებში. მან შეძლო წელს 24 ნომინაციიდან 20 გამოიცნო და ზუსტად ისე მოხდა გამარჯვებულების დასახელება, როგორც ლაშას ჰქონდა თავის ჩანაფიქრში. მადლობა სტუმრობისთვის. რადიო იმედზე დარჩით FM 105.9-ზე. საინტერესო საინფორმაციო გამოშვებაც გველის შემდეგ საეთერო ბადე გრძელდება 11 საათზე შევხვდებით ერთმანეთს ახალი თემით და ახალი სტუმრით.